ეს თვითია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა ნატოს გენერალური მდივნის თვითმფრინავი, ის უკვე საქართველოშია, ჩამოვიდა ბაქოდან, რამდენიმე წუთში იან სტოლტენბერგი დატოვებს აეროპორტის შენობას, მას ელოდება უკვე ესკორტი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაღალი რანგის სტუმარს ხვდებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე ნატოში საქართველოს ელჩი და ისინი გაემართებიან მთავრობის ადმინისტრაციისკენ, სადაც გაიმართება პირველი შეხვედრა სტოლტენბერგსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის. ეს არ იქნება პირველი შეხვედრა ირაკლი ყუბახიძესა და მას შორის, რადგან როდესაც ირაკლი ყუბახიძე პრემიერი გახდა, სულ რამდენიმე დღეში გასულ თვეს ისინი ბრიუსელში შეხვდნენ ერთმანეთს. ახლა საქართველოში ჩამოვიდა იან სტოლტენბერგი, ნახოთ რა გზავნილები ექნება მას ქართული საზოგადოებისთვის. უნდა ვივარაუდოთ, რომ შეხვედრების ნაწილი, ასევე მაღალი რანგის სტუმრის საჯარო გზავნილების ნაწილი დაეთმობა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ამ პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს, რეფორმებს, რომელიც გასატარებელია ქვეყანაში, იმ 9 რეკომენდაციას, ევრორეკომენდაციას, რომელიც შესასრულებელი აქვს საქართველოს, რადგან როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის გარეთ ნატოს არაერთ წარმომადგენელს განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში არაერთხელ გაუმახვილებია ყურადღება და გაუსვა მსხაზი იმისთვის, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია და დაახლოება ევროპულ ღირებულებებთან ნიშნავს საქართველოს დაახლოებას ნატოსთან. როგორც გითხარით, მისი თვითმფრინავი დაეშვა უკვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ის იმყოფება სავარაუდოდ უკვე აეროპორტის შენობაში, სადაც მას ხვდება საქართველოს ხელისუფლება, ამ შემთხვევაში მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დაარჩიაშვილი და ელჩი ნატოსი და რამდენიმე წუთში ველოდებით, რომ მაღალი რანგის სტუმარი დატოვებს შენობას და გაემგზავრება მთავრობის ადმინისტრაციისკენ. ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ განცხადებები, ქართული მხარის განცხადებები, რომლებიც რამდენიმე რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა აეროპორტში. გვაქვს და გვექნება ძალიან მჭიდრო მხარდაჭერა და ძალიან ცალსახა მხარდაჭერა, როდესაც საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, როგორც ალიანსის, ასევე ბატონი სტოლტენბერგის ყოველთვის გამოირჩევა ძალიან, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი განცხადებებით ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერად. ჩვენ გვაქვს ასევე ძალიან მჭიდრო კოორდინაცია საქართველოში რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით და ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი ნამდვილად ცალსახად მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან ახალ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. ვილნიუსის სამიტსაც ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების და განვითარების საქმეში. თქვენს კითხვაზე თუ რას აკეთებს ხელისუფლება მასპინძლობს დღეს გენერალურ მდივანს თბილისში. რაც შეეხება ვაშინგტონის საიუბილეო სამიტს, მიმდინარეობს მუშაობა ალიანსის მხრიდან, თუ როგორი, ასე ვთქვათ, ფორმა ექნება სამიტს, თუ როგორი, ვთქვათ, კომპონენტებისგან იქნება შემდგარი. ტურბულენტურ გარემოში დღეს მისი ვიზიტი თბილისში არის ძალიან მნიშვნელოვანი, მინდა გითხრათ, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც დაგეგმილია უახლოეს მომავალში ზაფხულში ვაშინგტონის ნატოს სამიტი, სადაც რა თქმა უნდა ჩვენი მომავალი როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერის და წარმატებული ისტორიის ელემენტები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რაშიც მე აბსოლუტურად დაწუნებული ვარ. კონკრეტულ შედეგზე ჯერჯერობით დამეთანხმებით ალბათ ნაადრევია საუბარი, ეს მარტო საქართველოს არ ეხება, ისე როგორც მარტო უკრაინას არ ეხება. დანარჩენს გვაჩვენებს მომავალი, ჩვენ სწორედ ამიტომაც ვართ ამგვარ ინტენსიურ დინამიურ კონსულტაციებში მოკავშირეებთან. ველოდებით, რომ ნატოს გენერალური მდივანი წუთი-წუთზე დატოვებს აეროპორტის შენობას, როგორც ხედავთ კადრში, მას ელოდება ესკორტი და რომელიც გაემართება მასთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციისკენ. აქ იან სტოლტენბერგს ხვდებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე ნატოში ელჩი და მთავრობის ადმინისტრაციაში მას დახვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყუბახიძე, რომელთანაც გაიმართება პირველი შეხვედრა. ამის შემდეგ დაგეგმილია ასევე შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან. ეს არის მე საზოგადოება შევახსენებ 3 დღიანი ტურნე სამხრეთ კავკასიაში. იან სტოლტენბერგის ის იმყოფებოდა გუშინ აზერბაიჯანში და ბაქოდან ის ჩამოვიდა დღეს თბილისში, ის უკვე საქართველოსშია. ხვალ კი დაგეგმილი აქვს ვიზიტი სომხეთში. საინტერესოა, ქართული საზოგადოება სულ ცოტა ხანში მოისმენს მის გზავნილებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ ჩატარდება როგორც საქართველოს
გახსოვთ პრემიერ-მინისტრის ასევე მისი მხრიდან ბრიფინგი მედიისთვის. ბუნებრივია ფორმულას მაყურებელი ნახავს და მოისმენს ამ ბრიფინგსაც. საინტერესოა რა იქნება მისი გზავნილები, განსაკუთრებით ვაშინგტონის სამიტამდე რამდენიმე თვით ადრე, ივლისში ვაშინგტონში საიუბილეო სამიტია და ასევე შესაძლოა მეტი დეტალი გავიგოთ იმასთან დაკავშირებით ამ სამიტში საქართველოს რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას. როგორც დაგვიდასტურა ცოტა ხნის წინ ნატოში ჩვენმა ელჩმა, საქართველოს იქნება წარმოდგენილი ამ სამიტზე, თუმცა რა ფორმით, აი ეს არის გადასაწყვეტი და შესაძლოა დღევანდელი ვიზიტის შემდეგ ამასთან დაკავშირებული საკითხებიც დაზუსტდეს.